გამარჯობა. მე მოვედი ბაგა ბაღების სააგენტოში. აი ამ სააგენტოში, რომელიც მოუწესრიგებელ, დაბინძურებულ შენობაში მდებარეობს, ჩვენ ვიხდით მარტო სააგენტოში 3 მილიონ ლარს. მოვედი იმისთვის, რომ მოვითხოვო ინფორმაცია, რა წესზე დაყრდნობით და რა უფლებით გადაწყვიტა ამ სააგენტომ დაავალოს მშობლებს მხოლოდ და მხოლოდ ჩიპიანი ბარათებით ატარონ ბავშვები ბაღებში იანვრიდან. სააგენტოს არ გამოუცია არავითარი აქტი, ვერ გამოსცემდა, იმიტომ რომ ეს უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ. აბსოლუტურად ვიღაცის თავში მოხარშული იდეით ზეპირსიტყვიერად ურთულდებათ ცხოვრება ჩვენ მშობლებს და ეს ჩვენ ისიც არ ვიცით. სად წავა ის მონაცემები მშობლების შედეგად, რომლებიც შეიქმნება, ვინ რომელ საათზე მოვიდა, ბავშვი რომელმა მშობელმა მოიყვანა, რომელმა მშობელმა გაიყვანა. ეს არსად გაწერილი არ არის, მეგობრებო, მოვედი რომ მოვთხოვო პასუხი ამ სააგენტოს, რომლის შენახვაში მილიონობით ლარს ვიხდით და რომელიც ჩვენ ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ გვირთულებს.